გამარჯობა, როგორ ხარ? მე ვარ დოქტორი ალექსანდრე მოტა, ფიზიოთერაპევტი, ოსტეოპათი და ციფრული წიგნის Segredos da columna sendor ავტორი. და დღეს მინდა გასწავლო ძალიან კარგი ვარჯიში, რომ დაემშვიდობო მუხლის ტკივილს. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, რომ არ დაგავიწყდეს და 10 კაპე მოწონება, თუ Facebook-ზე მიყურებ, ან მოწონება დაუტოვე, თუ YouTube-ზე მიყურებ. თუ არა და ვიდეოს დაასრულებ, მოგინდება სხვა ჩემი ვიდეოს ნახვა და ბოლოს დაგავიწყდება. არ დაგავიწყდეს, ვიდეოს ახალ მოწონება დაუტოვე. დღესდღეობით მუხლის ფავორიტ ტკივილი არის ტკივილი პატელაზე. და ჩვეულებრივ ეს ხდება ცვეთის გამო, როგორც ხტილის, ასევე თავად პატელას ძulis. ეს არის ცნობილი პატელის კონდრომალაცია. ვარჯიში, რომელსაც დღეს გასწავლი, დაგეხმარება პატელასა და ბარძაყის ძვალს შორის არსებული კომპრესიის შემცირებაში. რადგან სწორედ ეს კომპრესია, რომელიც მოძრაობასა და ხახუნს უკავშირდება, იწვევს და აჩქარებს ამ სახსრის ცვეთას. რაც იწვევს დიდ დისკომფორტსა და ტკივილს. კონდრომალაცია ერთბაშად არ ხდება. ის ნელ-ნელა ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში. როგორც წესი, თავიდან გეწყება კრეპიტაციის შეგრძნება, მცირე ჩაკუნები მუხში. შემდეგ კი სახსარში ქვიშის შეგრძნება ჩნდება. შემდეგ ჩაკუნები მატულობს და უფრო ინტენსიური ხდება. ზოგჯერ შეიძლება კიდეც გაიგონო ის ჩაკუნი, რაც მუხში ხდება. და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დისკომფორტის შეგრძნება. შემდეგ კი ტკივილამდე მიდის. ეს შეიძლება ანთებამდეც კი მივიდეს მუხლის სახსრის შეშუპება. და რატომ ხდება ეს ასე? იმიტომ რომ ჩვენი სხეულის უმეტეს სახსარში არსებობს სტრუქტურა, რომელიც იცავს სახსარს. მას ხრტილი ეწოდება. და ამ ხრტილს არ აქვს ნერვული დაბოლოებები. ან თქვენ ხრტილს ვერ გრძნობთ. ხრტილი თანდათან ცვდება, პატარა ნაწილებად იშლება, რაც ამძიმებს მოძრაობას. და ამას ვერ გრძნობთ. თქვენ გრძნობთ ჩხაკუნს, კრეპიტაციას, სახსარში ქვიშის შეგრძნებას. მას შემდეგ, რაც ეს ცვეთა ხრტილს ცდება და უკვე ძვალზე გადადის, იწყებ დისკომფორტის შეგრძნებას. მაშინ იწყებ ტკივილის შეგრძნებასაც. და ამ ცვეთის, ამ კონდრომალაცია პატელარის მთავარი მიზეზი არის ის არასწორი განლაგება, რომელიც არსებობს ბარძაყის ძვალსა და ფემურს შორის. და ფეხის მთავარი ძვალი ან ტიბია. ამ ორი ძვლის მდებარეობის გამო მუხლის თებს უკვე აქვს ტენდენცია გვერდით ლატერალურად გადაადგილებისკენ. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კონკრეტული კუნთის ვარჯიში, რომელსაც ვასტუს მედიალისი ეწოდება. ეს კუნთი დაეხმარება მუხლის თებშის ცენტრში შენარჩუნებას სახსარში. ის ხელს შეუშლის მუხლის თებშის გარეთ ლატერალურად გადაადგილებას და გაზრდის კომპრესიას მუხლის თებსსა და ბარძაყის ძვალს შორის. მაგრამ ეს თითქმის ყოველამ იცის. და ამისთვის სპეციალური ვარჯიშები სტარდება, რასაც დღეს გასწავლი, ძალიან მარტივი ვარჯიშია, რომელიც გაუმჯობესებს ტიბიის, ანუ ფეხის ძვლის სწორ განლაგებას და პოზიციას და დაგეხმარება მუხლის თებშზე კომპრესიის შემცირებაში. რაც შეამცირებს ცვეთას, შეამცირებს ტკივილს და დისკომფორტს. ასე რომ მუხლის თებში სამკუთხა ძვლია, რომელიც მუხლის წინა მხარეს მდებარეობს. დაახლოებით ესეთი ზომისა აქვს. დაახლოებით ეს არის მუხლის თებშის ზომა. ასე რომ იმავე არასწორი განლაგების გამო რაც არსებობს ბარძაყის ძვალსა და წვივის ძვალს შორის, ეს მუხლის თებში კუთხეს ქმნის, ეს მუხლის თებში უკვე მიდრეკილია გვერდით წავიდეს. და ეს მნიშვნელოვნად ზრდის წნევას, რომელიც წარმოიქმნება მუხლის თებსსა და ბარძაყის ძვალს შორის, აქ, გარეთ მხარეს გვერდით. ამ ვარჯიშის გასაკეთებლად ჩვენ გამოვიტანეთ საორიენტაციო წერტილს. და ეს საორიენტაციო წერტილი არის პატარა გამობურცული სტრუქტურა ძვლის წვერით, რომელიც მდებარეობს მუხლის თებშის ქვემოთ. ზუსტად წვივის ძვლის დასაწყისში, ანუ იმ ძვალზე, რომელსაც წვივს ვეძახით. ეს არის სწორედ ეს სტრუქტურა აქ. ამ სტრუქტურას ეწოდება წვივის წინა ბორცვი, ან როგორც ახლობლები ეძახიან TAT. ამ ვარჯიშის შესასრულებლად დაჯექი და მუხლი დაახლოებით 90 გრადუსით მოხარ. ფეხი მოდუნებული უნდა იყოს. ხელი მსუბუქად დაადე მუხლს, თითები კი ტატის ანუ წვივის წინა ბორცვის გვერდით ან ზემოთ მოათავს. მხოლოდ ქუსზე დააყენე ფეხი. შემდეგ კი შეასრულე შიგნით და გარეთ მოგრუნების მოძრაობა. თითქოს მანქანის საქარე მინის საწმენდ სამოძრაოები. მნიშვნელოვანია ორივე მოძრაობა გააკეთო. მაგრამ აუცილებელია რომ უფრო მეტად შიგნით მოგრუნებას მით მოგრუნებას მიაქციო ყურადღება და მასზე გაამახვილო ყურადღება. თითქოს გინდა თითები მეორე ფეხისკენ მიუთითო. და დააგვერდი რომ ეს მობრუნების მოძრაობა სწორედ აქ ამ სტრუქტურაში ხდება. ეხლა ხელს არ გამოვიყენებ რომ ნახო, აი ასე. ფეხი შიგნით, ფეხი გარეთ. შიგნით, ფეხი გარეთ. ამჩნევ რომ აქ ზემოთ ყველაფერი უძრავია, მოძრაობა ქვემოთ ხდება, რაც უფრო მეტად ეცდები TAT-ის შიგნით წაყვანას, მით უფრო სწორად გაალაგდება ის მუხლის თებშთან.
აი ესე. გარეთ რომ წაიღებ, ის მუხლის თეფშს გარეთ ქაჩავს. როცა შიგნით ატრიალებ, ის მუხლის თეფშთან სწორ ხაზზე დგება. და რო ეს ვარჯიში კიდევ უფრო გააუმჯობესო, შეგიძლია ნელ-ნელა ცოტა უფრო მეტად გაშალო ფეხი და გააგდელო ვარჯიში. შემდეგ სცადე უფრო გაშლილი ფეხით, ისევ გააგრძელე ვარჯიში, სანამ მაქსიმუმამდე არ მიხვალ და შეძლებ მინიმალური მოძრაობის შესრულებას. უკვე წინასწარ გაფრთხილებ, რომ რაც უფრო მეტად გექნება გაშლილი ფეხი, მით უფრო გაგიჭირდება TAT-ის მოძრაობა. ტენდენცია ისაა, რომ შენ ამოძრავებ თეძოს და ატრიალებ მთელ ფეხს. ეს რეკომენდებული არ არის, რეკომენდებულია, რომ ბარძატე უცვლელად დატოვო და მხოლოდ თუბეროზოლობა ამოძრავო. მხოლოდ ფეხი, მხოლოდ ცრივის ძვალი. და კიდევ ერთი ბოლო რჩევა, თუ მაინც გიჭირს, შეგიძლია დააკავშირო ფეხის შიგნით მოტრიალების მოძრაობა მუხლის მოხრეს მოძრაობასთან. წარმოიდგინე თითქოს რაღაცა შენკენ ეკაჩები, გაასწორე მუხლი ისე, რომ ფეხი გარეთ იყოს მიმართული, შემოაბრუნე ფეხი შიგნით და მოხარე მუხლი. გაასწორე ფეხი გარეთ, შემოაბრუნე შიგნით და მოხარე მუხლი. მოვიდა გაზიარების დრო. გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობრებს, ოჯახს, იმ ადამიანს, ვინც მუხლის ტკივილზე ჩივის. თუ Facebook-ით მიყურებ, მონიშნე შენი მეგობრები აქ და გააზიარე. თუ მიყურებ YouTube-ით, დააკოპირე მისამართი შენი ბრაუზერის ზოლიდან, ან მოძებნე ეს ის არის აქ ვიდეოს ნებისმიერ ადგილას, ან ვიდეოს ახლოს. და გააზიარე ამ გვერდის ბული, ამ ვიდეოს ბული შენ სოციალურ ქსელებში, Facebook-ზე, WhatsApp-ში, Twitter-ზე. რადგან ასე შეგიძლია ეს შეტყობინება, ეს რჩევობინება შეგიძლია დაგვეხმარო, რომ შევძლოთ ბევრ ადამიანს ტკივილის შემსუბუქებაში დახმარება. და შემდეგ ვიდეოში მე გასწავლი ძალიან პრაქტიკულ ვარჯიშს, რომ გააუმჯობესო მექანიკა, გააუმჯობესო პატელას სრიალი. აქ ვამთავრებ დიდი მოკითხვა და შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.